თემაზე საუბარს მომბის სტუდიის სტუმართან განვაგრძობთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია ჩვენთან ერთად საღამოშვიდობისა ბატონო ირაკლი გმადლობთ რომ ხართ მომბის სტუმარი. ბატონო ირაკლი, თავიდან პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ ჟურნალისტებმა, როდესაც თინახიდაშელის განცხადება გავრცელდა, ვეცადეთ მოგვეპოვებინა ზუსტი სტატისტიკა, თუმცა პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული. თუმცა ამ სიუჟეტში ვნახეთ თქვენი კომენტარი, სადაც თქვენ კონკრეტულ რაღაც მაჩვენებლებზე საუბრობთ. ეს არის 2011 წელი 20 შემთხვევა, საიდანაც რამდენიმე ფატალური დასრულდა, 2014 4 შემთხვევა. თუ თქვათ ესეთი ციფრები არის გასაჯაროებას ექვემდებარება, რატომ არა გვაქვს საერთო სტატისტიკა? ისე მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, იქ არის პირადი ინფორმაცია, კონფიდენციალური, რაც კანონით ეკრძალება სახელმწიფო სამსახურებს რომ გასცენ, თუმცა სტატისტიკა ფიქრობ არ უნდა იყოს საიდუმლო, შეიძლება აქ გარკვეულ კომუნიკაციაში უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდნენ რა ინფორმაციაზე იყო საუბარი. მე უბრალოდ ზოგადად მინდა საკითხი შევეხო, მთელ მსოფლიოში სამწუხაროდ სუიციდის მატების ტენდენცია არის. მე სულ რამდენიმე ხნის წინ ვიყავი უნგრეთში და ტყე პარკი, რომელიც ბუდაპეშტს ძალიან ახლოს არის ტყეში გამოკრული აბრები, სადაც წერია გთხოვთ დღეს არ მოიკლათ თავი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, რომ განსაკუთრებით ევროპაში შეიმჩნევა ეს ტენდენცია, მათ შორის იაპონიაში ძალიან ბევრია. ეს არის მსოფლიო პრობლემა და მე სამწუხაროდ გული შემტკივა ჩემი ოპონენტების, რომლებიც რაღაცა არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ, რომ თითქოს კვება არ უვარგათ იქ და პირობები არ აქვს და ამიტომ მიდიან ჯარისკაცები სუიციდზე, ნუ მოწყვეტილები არიან ზოგიერთები რეალობას და უბრალოდ თავარია ხო ხელისუფლება როგორმე გააკრიტიკონ და ყველა ფერზე წამსვლელები არიან. რეალობა არის ის, რომ ეს პრობლემა არის ყველგან, როგორც ჯარში, ისე სამოქალაქო ცხოვრებაში, სამწუხაროდ და ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ასეთი შემთხვევების შესახებ და ამაზე ცოტა ფართოდ და ღრმად უნდა ვიმსჯელოთ, შეიძლება განათლებიდან დავიწყოთ, ოჯახით გავაგრძელოთ, რელიგიურ საკითხებს შევეხოთ და ასე შემდეგ. ჯარზე ჩამოყალიბდეთ საქართველოში ამ მიმართულებით ვისაუბრებთ. სადაც მინისტრი ამბობს, რომ საკმაოდ მაღალი არის სუიციდისა და თვითდაზიანებების შემთხვევები. ანუ კონკრეტული პრობლემები არის შეიარაღებულ ძალებში. ვინაიდან მსოფლიოში ეს მაჩვენებელი იზრდება, შესაბამისად გავენ ნაბიჯებს პრევენციისთვის. ჩვენ რას ვაკეთებთ? მოდით, ხო, პრევენციის მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები იდგმება. პირველი არსებობს ფსიქოლოგიის დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ამ სუიციდის აღმოფხვის ან რისკების შემცირების მიზნით შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფა. მეორე, ეს დეპარტამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს მეთაურებთან, იმიტომ რომ სამხედრო მეთაურები არიან ის ადამიანები, რომელთაც პირდაპირ შეხება აქვთ იმ სამხედრო მოსამსახურეებთან, მათზე არის მეტი წილი სამხედრო მოსამსახურეების განვითარება, აღზრდა და ყოველდღიურ შეხებაში ყველაზე კარგად სამხედრო მეთაურები ხედავენ, ვის კონკრეტულად რა პრობლემა აქვს, რა სახის, რა რისკები არსებობს, რა მიდრეკილებები აქვს ჯარისკაცებს. ამ მეთაურებს ცალკე დამამტებით ტრეინინგები და მომზადება უტარდებათ, რომ თუ კი რაიმე შეამჩნიეს რომელიმე სამხედრო მოსამსახურეებში, მაშინვე მიმართონ ფსიქოლოგიურ დეპარტამენტს, ასევე იციან ის მინიმალური უნარჩვევები, რაც საჭიროა პირველ ეტაპზე ასეთი. ეს პრაქტიკა ანუ შეიარაღებულ ძალებში არსებობს უკვე დანერგილია. ეს არ არის განსაკუთრებულ შემოწმებას გადიან. რამდენიმე წელი ასეთი არსებობს, ასეთი ასე ვთქვათ მიდგომები არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა ჩემი ოპონენტი უმცირესობიდან საუბრობდა, რომ იქ რაღაცა პირობები არ არის და ბოლო პერიოდში გაუარესდა, ნუ აბსოლუტურად სისულელე, იმასაც თუ ვინმე სტატისტიკა აინტერესებს, მაგალითს მოვიყვანო, რომ 2011-ში იყო 20 ცდელობა თვითმკვლელობის, მაშინ როდესაც 2015 წლის მაგალითად 6 თვეში სულ 2 შემთხვევა არის, ასე რომ სტატისტიკურადაც ხედავთ, ხო? 20 შემთხვევა იყო 2011-ში, 2 შემთხვევა არის 2015 წლის. გასაგებია, იმედია სრული სტატისტიკის ხიბლის საშუალებაც გვექნება, ბატონო. ამიტომ მე რა მინდა ხაზი გავუსვა, მე შევეცადე გამეანალიზებინა თუ ძირითადად რას უკავშირდება სუიციდის ასეთი შემთხვევები. რა თქმა უნდა არის განსხვავებული. გააქვთ რამე სურათი? უმეტესად ეს პირად პრობლემებს უკავშირდება. იქ ვიღაცას შეყვარებულთან მიმართებაში, ეჭვიანობის ნიადაგი, ოჯახში პრობლემები, მხოლოდ მცირე ნაწილი ეხება ჯარში ცხოვრებიდან გამომდინარე
ასეთ თუმცა შეიძლება ესეთი ნაწილიც იყოს. კი, და რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის და ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში მეთაურებს აკისრიათ. მეთაური არის ის პირი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს, რომელმაც ზეპირად უნდა იცოდეს თითოეული ჯარისკაცის პრობლემაც, სიხარულიც, არ ვიცი, ცხოვრების წესიც, ხასიათიც, უნარჩვევაც. ეს არის მეთაურის ამ მიმართულებით მეთაურების სპეციალური გადამზადება ხდება. განსაკუთრებულ შემოწმებას გადიან სამხედროები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მაბადეთ კიდევ დამატებით დავამატებ, რომ მაგალითად სამხედრო აკადემიაში, როდესაც აბარებენ ჩვენი მოქალაქეები, მათ დამატებით გარდა ეროვნული გამოცდებისა აქვთ ფსიქოლოგიური შემოწმება. ისევე როგორც პოლიციაში მიღების დროს. პოლიციის აკადემიაში მიმართულებით მივდივარ. ვინაიდან ჩვენთან არის სავალდებულო სამხედრო სამსახური. ყველა ეტაპზე მათ უწევთ ეს ფსიქოლოგიური ტესტების გავლა, იმიტომ რომ იქ არის გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული უნდა იყოს ადამიანი და ამის მიხედვით უტარდებათ მათ. ეს აკადემიის მიმართულებით. ჩვენთან არის სავალდებულო სამხედრო სამსახური. რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომ სწორედ აი ამ ეტაპზე, ვიდრე წვევამდელი მოხდება უკვე ჯარში და მის ხელთ შესაძლებელია რომ მოხდეს იარაღი, რომელიც უკვე 1-10-თან ზრდის სუიციდის მცდელობისას მისი საუბედუროდ დასრულების ალბათობას. რა სახის შემოწმებას გადიან წვევამდელები, რომ გამოირიცხოს იმის ალბათობა, რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება მიდრეკილება ჰქონდეს, ის არ მოხდეს ჯარში. პირველი, თქვენ იცით რომ სამხედრო აღრიცხვა იწყება გაცილებით ადრე, როდესაც წვევამდელს 16 წელიწადი შეუსრულდება. სამხედრო აღრიცხვა ემსახურება სწორედ იმას, რომ გაწვევის სისტემა დააკვირდეს ახალგაზრდას მანამ სანამ ის გაწვეული იქნება ჯარში. ხდება მისი პიროვნების შესწავლა. ჩართულები არიან ეს უხილავი ასე ვთქვათ პროცესი არის და ამას შეიძლება წვევანდელი ან რიგითი მოქალაქე ან ჟურნალისტი ამას ვერ ხედავდეს, მაგრამ სამობილიზაციო სამმართველოს თანამშრომლები იკვლევენ თითოეულ პიროვნებას, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უბნის ინსპექტორები აწვდიან სამობილიზაციო სამმართველოს ინფორმაციას მოქალაქის ზოგადად მოქალაქის დახასიათებას აძლევენ ინფორმაციას დახასიათების შესახებ, მაგალითად, ვთქვათ, მიდრეკილი არის სხვადასხვა, არ ვიცი, კონფლიქტურია, მაგალითად არის შემთხვევები, რომ ვთქვათ, ნარკოტიკებთან ან სიმთვრალესთან აქვს ხშირი, ასე ვთქვათ, ხშირად თრება ნარკოტიკის ქვეშ შეიმჩნევა და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია გროვდება. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ წვევამდელი როგორც აღრიცხვის პერიოდში, ისე გაწვევის დროს გადის სრულ ყოფილ სამედიცინო შემოწმებას. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ნერვული, ასე ვთქვათ, ნევროპათოლოგიები მუშაობენ ძალიან ბევრს. თუ კი წვევამდელს აქ გარკვეული გადახრები, ნერვული, ასე ვთქვათ, დაავადებები აქვს, ის ითვლება უარგისას ან დროებით უარგისად და შესაბამისად. როგორ ფიქრობთ, ვინაიდან მაინც ასე რომ არ გეგონოთ, ხო, არ შეგეკნოთ თავისწლება, რომ რახან წვევამდელი ქვია და რახან სავალდებულო სამხედრო სამსახურია, ის ჯარში ხდება, ასე ვთქვათ, ნაკლები სამედიცინო მოთხოვნებით. ეს ასე არ არის. აბსოლუტურად ერთი და იგივე კრიტერიუმებია, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცისთვის, ანუ საკონტრაქტო მოსამსახურესთვის, ისე წვევამდელისთვის. აქ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში აბსოლუტურად ერთი სტანდარტია. შესაბამისად, თუ აკმაყოფილებს სტანდარტს საკონტრაქტო მოსამსახურე, იგივე სტანდარტი მოეთხოვება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევს. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ და მე ამაზე წლების წინ მიმუშავია და მათ შორის ექიმებიც ყავდა ჩართული, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, როდესაც წვევამდელი, რომელიც იზრდება ოჯახურ გარემოში და ძალიან მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება არ არის დასრულებული და მე ყოველთვის ვამბობ, რომ იქნებ ვიფიქროთ და არ იყოს 18 წელი გასაწვევი, არამედ იყოს 19 წელი და მე ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები, საკანონმდებლო ნაბიჯები მე პირადად ჩემი ინიციატივით გადაიდგა და ეს მხარდაჭერილი იქნა პარლამენტის მიერ. როდესაც ხვდებიან დახურულ სისტემაში, მეტი დისციპლინით, მოწყვეტილი იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი მოქალაქე წვევანდელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავისი მთელი ცხოვრება, რა თქმა უნდა, იქ მძაფრდება ყველაფერი. მძაფრდება ის დაავადებების, რომელიც წვევანდილს შეიძლება სამოქალაქო ცხოვრების დროს არც კი ქონია, მძაფრდება მისი ემოციები, მძაფრდება მისი
ფსიქოლოგიური პრობლემები. გამკაცდეს თუ არა შესაბამისად კონტროლი უშუალოდ შეიძლება. ისე კონტროლზე არა, როდესაც ექიმები სამედიცინო კომისიაზე გადიან წვევანდელები, ექიმები ყველა იმ სტანდარტს იცავენ, რაც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობის გომორეობის კვლევისთვის. მაგრამ კიდევ ერთხელ მევამები, თქვენ იმ ფარულ პრობლემებს ვერ დაინახავთ. შეიძლება ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ არ იყოთ თქვენ, არ გეტყობოდეთ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ როგორც კი ემოციურ ფონი აიწევს და როცა თქვენთვის აქამდე უცხო გარემოში მოხვდებით, რომელიც დატვირთულია ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად, სხვა სოციალური გარემოა, იქ რა თქმა უნდა მძაფრდება ეს პრობლემა. გასაგებია ბატონო. ასე რომ დაზღვეული არავინ არა, მეთაურები და ფსიქოლოგიური სამსახური სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თანმიმდევრულად თვალყური ადევნოს პროცესს, რომ როგორც კი რამე შეამჩნევი, მაშინ რეაგირება მოხდეთ. მე მინდა მოგიყვანოთ სტატისტიკური მონაცემი. 81 მცდელობა იყო 2006 წლიდან 2015 წლამდე. და ამ მცდელობის ძალიან დიდი ნაწილი 2006-დან 2015 წლამდე იყო 81. დაახლოებით ეს არის ოფიციალური მონაცემი. მე რა მონაცემებს ვსაუბრობ, 81 მცდელობა იყო, სამწუხაროდ აქედან მხოლოდ 14 სამწუხაროდ 14 ფატალური შემთხვევით დასრულდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ის დარჩენილი 69 შემთხვევა არის 69 შემთხვევაში ამ ადამიანების გადარჩენა არის სწორედ ამ სამსახურების და მეთაურების ასე ვთქვათ მათი ქმედების შედეგად მოხდა მათი დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ვიმედოვნებთ რომ ესეთ შემთხვევები აღარ იქნებოდა მინიმუმამდე. რა თქმა უნდა, უნდა მიმუშაოთ და მე მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ეს პრობლემა და ჩართულები იქნებიან მეცნიერები და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმევენ ამ პრობლემას. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს მოომბის სტუმარით წარმატებებს გისურვებთ.